გამარჯობა, ეს არის ისტორიის არხი HCG. ვაგრძელებ ვიდეოებს სატვირთვას ქვის ხანის კაცობრიობის ისტორიის შესახებ. ეს არის რიგით მეოთხე და ამეტავზე ბოლო ვიდეო, რომელიც ამ თემას მიეძღვნება. მე მიყვებით თანმიმდევრობის და შემდეგ პრეზენტაციებს ავტვირთვა უკვე ისტორიის მომდევნო ხანასთან დაკავშირებით. ეს არის სპილენძის ქვის ხანა, იგივე ქალკოლითი, იგივე ენეოლითი და ამის შემდეგ უკვე პრეზენტაციები მიეძღვნება პირველ ცივილიზაციებს, უძველეს ცივილიზაციებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში ეგვიპტე და შუმერული ცივილიზაცია და ამასთან ერთად ვეცდები პრეზენტაცია ავტვირთო ინდური და ჩინური ცივილიზაციების შესახებ. კონკრეტულად ამ პრეზენტაციაზე კი ვისაუბრებ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ქვის ხანის შესახებ. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანა დაიწყო 1.800.000 წლის წინ. ეს ვიცით იქიდან, რომ ქვემო ქართლში დმანისში აღმოჩნდა რამდენიმე განმარხებული ჩონცხის ნაშთი, რომელიც გამოკვლევის შემდეგ მიეკუთვნა ჰომო ერექტუსებს. უბრალოდ ჰომო ერექტუსთა ადგილობრივ სახეობას, ჰომო გეორგიკუსს, ასე იგი ქართველ ადამიანს. ჰომო ერექტუსის შესახებ ისეთ რომ ისინი არიან ჰომოთა ის სახეობა, რომელიც გადაადგილებისას იყენებდა მხოლოდ ორ კიდურს და ამის გამო ის მოძრაობდა გამართულად და მას ეწოდა აქედან გამომდინარე გამართული ადამიანი. მეცნიერებმა მას ეწოდა მზია შეარქვეს და უწოდეს პირველი ევროპელები. რამდენადაც კონკრეტულად ეს ნაშთები არის ევროპის კონტინენტზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნაშთი, რომელიც ჰომოთა სახეობას მიეკუთვნება. მართალია ესენი არიან ჰომო ერექტუსები და არა ჰომო საპიენსები და ამდენად ისინი არ არიან დღევანდელი ადამიანების წინაპრები, რადგან ჰომო საპიენსის გენში არ არის აღმოჩენილი ჰომო ერექტუსთა გენის რაიმე პროცენტული წილიც კი, თუმცა ვინაიდან ზეზოდა მზია, ესე იგი ჰომო გეორგიკუსები, ჰომო ერექტუსები, ეს ნაშთები არის ყველაზე ძველი, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოაჩინეს ჰომოთა სახეობებს შორის, ჰომოთა სახეობების ჩონჩხებს შორის, მას აქედან გამომდინარე უწოდეს პირველი ევროპელები. რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რამდენადაც ამით ჩვენი ქვეყანა პოზიციონირდება როგორც ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ევროპის კონტინენტზე იწყება ჰომოთა არსებობა. საიდან მოვიდნენ ჰომო ერექტუსები საქართველოს ტერიტორიაზე? მათი წარმოშობის პირვანდელი ტერიტორია ეს არის აფრიკის კონტინენტი. აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთით დაიძრნენ ჰომო ერექტუსები და არაბეთის ნახევარკუნძულის გავლით მოხვდნენ კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აქედან ისინი მიგრირდნენ უკვე დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ აზიისკენ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მარშრუტი, საიდანაც ისინი ევრაზიის კონტინენტზე გავრცელდნენ. ამასთან ერთად უკაზე თქვენ ამჩნევთ ალბათ, რომ სხვა მარშრუტიც არსებობდა, რომლის გავლითაც ისინი მოხვდნენ ევროპაშიც და აზიაშიც. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ევროპაა და ვხედავთ, რომ ისინი აქ ევროპაში მოხვდნენ ჩრდილო-დასავლეთიდან ესპანეთის გავლით და შემდეგ უკვე უბრალოდ მეორე მარშრუტი ეს იყო ჩრდილო აფრიკიდან ჯერ სიცილიის კუნძულზე და იქიდან სავარაუდოდ იტალიაში გადავიდნენ და იქ განაგრძეს გამრავლება და ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ დმანისის გარდა სხვა სადგომებიც არსებობდა, რომელიც ქვის ხანას მიეკუთვნება. ამ მხრივ გამორჩეულია აფხაზეთი, იმერეთი და
აა ქართლის მხარე იმერეთში მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები იქნა, რომელიც ქვის ხანასთან არის დაკავშირებული. ანუ ვთქვათ, რომ ქვის ხანის სამივე ეტაპზე მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება და გალავლითან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი პერიოდი საბოლოო ისტორიაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილიყოს ცხოვრება. კონკრეტულად ამ აღმოჩენიდან, რაც ცეცხლოსთან ამაზე შეეხება, ორი რაღაც არის მნიშვნელოვანი. ერთი ის რომ ჩვენ ვიცით, რომ 1.800.000 წლის წინ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდნენ ჰომოთა სახეობა, ჰომო ერექტუსები და მეორე ის რომ თუნდაც თვალის აღმოჩენის გათვალისწინებით ჩვენ ვუწევთ, რომ საქართველოში არ შეწყვეტილა ცხოვრება და აქედან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ვთქვი, სიცოცხლის ჩაჭრი გრძელდება და გრძელდება საბედნიეროდ დღემდე. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის.